ეთიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და გარემოს დაცვითი მოტივები იმისთვის, რომ ხორცის ჭამაზე და საერთოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე უარი თქვა. არიან ადამიანები ჩვენს შორის, ვინც ნიუანსებამდე აკონტროლებენ საკუთარ კვებას. გაცნობიერებული აქვთ საკუთარი ნაბიჯების შედეგი და ცდილობენ ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრონ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ანა ტიკარაძე ადამიანების ამ წრეს ეკუთვნის. გადაცემის პირველი 2 ნაწილის განმავლობაში ის ვეგანურ სუფრას გაგვაშლევინებს. დავბრუნდით ეთერში ანონსის შემდეგ და იმდენი შეკითხვა გვაქვს სტუმართან, რომ ყველამ რო დავიწყოთ ერთად, ალბათ ვერაფერს ვეღარ გაიგებს, ამიტომ მოდი გააცანი ჩვენ მაყურებელს და შემდეგ. მე გაგაცნობ, ჩემი სტუმარი არის ანა ტიკარაძე, ძალიან კარგი და მშვენიერი მზარეული და ამასთან ერთად ის არის ვეგანი მშევზარეული, აკეთებს არაჩვეულებრივ მენიუებს და დღეს ძალიან საინტერესო რაღაცების შემოგთავაზა. გაიცანით. უთხრათ მაყურებელს, რას გავაკეთებ და შემდეგ კითხვებს დავაყრით ჩვენზე. კითხვები ბევრია, ხო, როგორც ვაწყობ უკვე რეკლამაზე. ჩვენ ვაკეთებთ ახლა ჩიას თესლისგან პუდინგს და ანა მოგუყვება რატო გადავწყვიტეთ ეს და უბრალოდ ანას რეცეპტით ვაკეთებთ და მოდი ჯერ ვთქვათ რატო და შემდეგ აქეთ რამდენი შეკითხვა იქნება ხოლმე მივხვდიანი მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი რეცეპტები შეზღუდული იყო ვინაიდან ამ სამზარეულოში ძალიან დიდხანს მზადდება თითოეული კერძი. მე ნუცად ვთხოვე კიდეც რომ წუხელ ჩაელბო ნუში რაღაცის მოსამზადებად ყველაფერი არის რაღაცა უნდა დაალბეს 8 საათი 10 საათი შემდეგ გაკეთდეს შემდეგ საჭირო რომ ეს გამოშრეს 24 საათი რაიმეს რო გვინდა რომ მზად იყოს, სულ ცოტა 3 დღით ადრე ვიწყებ ხოლმე ამაზე ფიქრს, რომ ყოველ დღეს რა უნდა გავაკეთო, ხვალ რა უნდა გავაკეთო, რომ ზეგ მივიღო დასრულებული სახის კერძი. ამიტომ დღეს ისეთი რაღაცეები შემოგთავაზეთ, რაც მალე 1 საათში შედარებით და აქვე შეგეძლებათ რომ დააგემოვნოთ. თუმცა რაღაცები მაინც მომიწია რომ სახლიდან მოვიტანე უკვე გამზადებული, ისეთი როგორც არის მაგალითად ნუშის რძე. რაც შეეხება ჩია ეს არის ვეგანურ სამზარეულოში ერთ-ერთი გავრცელებული დილის საუზმე, აი უფრო არის ხოლმე რომ გერკულეს მივირთმევთ ხო რძესთან ერთად. ეს არის ასე ვთქვათ ჩანაცვლებული და ჩვენ გვაქვს ნუშის რძეზე დამზადებული ჩიას პუდინგი. რა არის ჩია? ჩია არის პაწაწინა თესლი, სეზამის მარტოს კიდევ უფრო პატარა არის მეგონი. რისი გემო აქვს მე მოვდივარ გემო ასე უმად რომ შეჭამოთ არაფრის გემო არ აქვს, მაგრამ აქვს უნიკალური თვისება. რამდენიც არის თვითონ 11 ჯერ შეუძლია გაღვივდეს და გაიზარდოს. ანუ რასაც დაასხავ, იმის გემოს იღებს და ხდება ბლანტი და ზუსტად აი ეს პუდინგური გემო. ეხლა ხო გასინჯეთ ესე და გადაცემის ბოლოს კონსისტენციასაც იღებს ზუსტად იმას. საკუთრებით დასამახსოვრებელი გემო არა აქვს. არაფრის გემო არ აქვს ესე რომ ვთქვათ. გამოირჩევა სასარგებლოების თვალსაზრისით იმით, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინს. ეს განსაკუთრებით მათთვის, ვინც არის ვეგანი და ის რომ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომ თუ ხორცს არ ჭამ პროტეინს არ იღებს, ესე არ არის. ჩია შედგება უამრავი სახის პროტეინისგან, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისთვის და არანაირი ცხოველური პროტეინი არ არის. ანუ ცილა შეგვიძლია სხვა ინგრედიენტებშიც მოვნახოთ ასე ვთქვათ. სანამ ანა გააგრძელებს, მე უცბად მოდი ჩამოვყვები იმ ინგრედიენტებს, რაც დაგვრჩერდება ჩიას პუდინგის მოსამზადებლად. ეს არის 3 ჩაის სუფრის კოვზი უკაცრავად ჩიას თესლი, 250 მl ნუშის რძე, დაგვრჩერდება ქიშმიში და გაღვივებული წიწიბურა უკვე გასაფორმებლად, დაგვრჩერდება ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და ვანილის ექსტრაქტი. მე მგონი აფერ არ გამომჩა, ხო? დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებ ინგრედიენტების მოპოვება ადვილად შეიძლება ჩვენთან თუნდაც ნუშის რძე, ჩიას თესლები. იცით როგორ არის? ახლა მე უკვე დაახლოებით 1 წელია ასეთ დიეტას მივსდევ და მიხარია აღნიშნო მინდა ის რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი პროდუქტის შოვნა შეიძლება. თქვენი მენიუც იზრდება უფრო. კი, აი ჩია მაგალითად სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა Goodwill-ში. მანამდე არ იყო. ყველაფერს
ძალიან დიდი რაოდენობით რაღაცის გამოწერა მიწევს და ნუ იქიდან თუმცა რაღაცა კონკრეტული ადგილები იცი ხომ სადაც შეიძლება ის პროდუქტები შეიძინა რომელიც გჭირდება რაც შეეხება ნუშის რძეს ეს არის აბსოლუტურად ჩემს მიერ დამზადებული ეს არის ისევ და ისევ გაღვივებული დალბობილი ნუში და ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა რომ ნუში რომელიც შეიცავს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ბევრ სასარგებლო რაღაცას ასევე შეიცავს ცოტა საწამლავის ანუ რაღაც ცუდ ნივთიერებებს ამ დალბობით ხდება ის რომ ამ ცუდისგან იცლება და ის რაც კარგია ის უფრო ინარჩუნების გარდა იზრდება რა ანუ უფრო მძაფრდება ამ ყველაფრის ზემოქმედება და სწორედ ამას უწოდებენ ხოლმე ცოცხალ თხილეულს. ანუ მანამდე თუ არის ჩვეულებრივი სახით, აი ესეთ გაღვივებულს უკვე ეძახიან ცოცხალს, რომელიც უფრო სასარგებლოა. მოდი მე დავამატებ, სანამ თქვენ კიდევ კითხვებს მოახერხეთ. ძალიან ბევრი კითხვაა. მე დაიგარგო ჩვენი მაყურებელი, ჩვენ ესე იგი ჩიას თესლით ჩავყარეთ ღრმა ფიალაში და დავასხით ნუშის რძე და ურევთ. ურევთ. შეგვიძლია სულ ჩავყაროთ ეს სამი კოვზი. ნელ-ნელა. აი თუ ჩანს არ ვიცი მაყურებელი თუ ხედავთ, ეგრევე აიღო ის მასა და შეიწოვა თესლმა, ჩიას თესლმა შეიწოვა, მაგრდება და ფუხდება. მაინც სჭირდება რომ ბოლომდე შეიწოვოს. იმისთვის რომ მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, ვეგანური სამზარეულო ზოგადად რას გულისხმობს და რა შეზღუდვები არსებობს, როდესაც ადამიანი ვეგანია, რას არ მიირთმევს, რა აქვს ამოღებული კვების რაციონზე. მოგახსენებთ, არის ხშირად ერევათ ხოლმე ვეგეტარიანელი, ვეგანი რა რომელია. არსებობს ბევრი, ასე ვთქვათ, დონე ამ კვებასთან დაკავშირებით. არის ვეგეტარიანელი, ვეგეტარიანელობაშიც კი არის დონეები. მაგალითად, ვიღაცა არის, რომელიც ხორცს არ ჭამს და ეს უკვე ვეგეტარიანელია, მაგრამ ჭამს თევზს. მათ უფრო გამოყოფენ და პესკეტარიანელებს ეძახიან. არის ვიღაცა, ვინც კვერცხს ჭამს, არ ჭამს, ოვო ვეგეტარიანელია, ან რაღაცა დონეები. მაგრამ ესენი ვეგეტარიანელი ყოველთვის იღებს რძის პროდუქტს. ნებისმიერ სახით რძე, კეფირი, მაწონი, ნებისმიერ რძის პროდუქტს. ვეგანი უკვე არანაირ ცხოველურ პროდუქტს არ იღებს, მათ შორის არანაირ რძის პროდუქტს. და ვეგანებშიც ხოა მერე უკვე ეს ქვეჯგუფები. კიდევ გამოირჩევა ესეთი მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლებიც, ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ, უმი ვეგანური საჭმელი. უმი რას ნიშნავს? უმი შეიძლება არა მარტო ვეგანური იყოს, არამედ ვეგეტარიანელი იყოს დიეტაზე და მე მინახავს ადამიანები, რომლებიც თევზს ჭამენ და თვლიან, რომ ეს სასარგებლოა და ასე შემდეგ. რაც შეეხება უმი ვეგანური, ასე იგი ჩვენ სამზარეულოში ცხოველური არაფერი არ არის, არც რძის პროდუქტი და გარდა იმისა, არაფერი არ არის 46 გრადუსზე ზევით გაცხელებული. და და ეს არის უმად ითვლება, ანუ თუ არის ცოტა შემთბარი, გამომშრალი, აი დეჰიდრატორი არის, აი ჩირის სასაკეთებელი. მიზეზი არის ის, რომ თითოეულ რაღაცა ინგრედიენტი შედგება ფერმენტებისაგან, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა. და 46 გრადუსზე ეს ფერმენტი კვდება. ანუ აქ უკვე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. არა, ის რო გვეწოდება ცხოველი და ეს ფილოსოფია აქ არაფერ შუაში არ არის. ვეგანობაში არის ეს ფილოსოფია. მაგრამ უმში არის ჯანმრთელობა და არის ცოცხალი საკვების მიღება. ანუ ესეთი ამ მიმდევრობის წარმომადგენლები თვლიან რომ და მეცნიერულადაც ეს არ არის რომ ვიღაცას ესე გონია. მეცნიერულადაც ეს ფერმენტი, რომელიც 46 გრადუსზე ცხელდება, უკვე კვდება და არანაირად პროდუქტი იმ სასარგებლო თვისებებს. თქვენ პირდაპირ უმი ვეგანობით დაიწყეთ თუ ჯერ ჩვეულებრივად და მე გადაწყვიტეთ რომ ეს უფრო რთულია, ხო, ბუნებრივია მომზადების თვალსაზრისითაც ყველაფერს გაცილებით უფრო ართულებს. მინდა აღვნიშნო რომ ყველა აი თუ 75% იკვებები უმი საჭმლით შეგიძლია უკვე თქვა რომ ხარ უმი ვეგანური დიეტის მიმდევარი. ანუ ვინც ამბობს რომ მე მივსდევ ამ დიეტას, ისინიც კი უშვებენ რომ ხანდახან სიცივეში რაღაცა თბილი წვნიანი მიიღონ, ან რაღაცა მიიღონ დაუშვათ ბალახეულზე დამზადებული ჩაი და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის პრობლემა. 1000
აი ერთი კვება თუ არის ასე ვთქვათ არა უმი ესეც კი და პირველი მეორე მესამე კვება არის უმი ესეც კი უკვე გაძლევთ იმის საშუალებას რა თქვათ რომ უმი ვეგანია შენ აი რადი ისტორია არის ძალიან საინტერესო სანამ გადაცემა დაიწყებოდა ჩვენ საუბრობდით და მოყავი რომ ეს იყო ლონდონში როდესაც მარტო ცხოვრობდი შვილთან ერთად და რაღაცა კონკრეტული ისტორიის შემდეგ რატომღაც გადაწყვიტე და არ გესიამოვნა და ამოიღე ხორცი საერთოდ შენი რაციონიდან აქედან დაიწყო ყველაფერი კი ეს იყო 5 წლის წინ მე და ეხა 16 წლის არის ჩემი გოგო მაშინ 10 წლის იყო ჩვენ ეს უკვე შევიცხადეთ 16 წლის წინ ხარ ვიცოდით ეს იმ მეგობრი დღეიდან ყველა გახდება ვეგანი მე გაიგებ თქვენ ასაკს და როგორ გამოიყურებით და მე და მარიამი ცხოვრობდით მარტო და შესაბამისად დიასახლისობა თავიდან ბოლომდე მიწევდა მე და ერთ შვენიერ დღესაც გადავწყვიტე რომ კატლეტი უნდა გამეკეთებინა გავაკეთე ეს კატლეტი ჩემმა გოგომ შვენივრად მირთვა მოვიდა ღამე დავწექით და ნუ მე სუნი არ მასვენებს ნუ მგონია რომ ამდის ხელზე ავდგები დავიბან დავწვევი კლავ არ მასვენებს ეს სუნი და ნუ ეს უკვე რაღაცა ეთყობა ფსიქოლოგიურად იმოქმედა ამ ყველაფერმა და მეორე დღიდან მივხვდი რომ მე ხორცის ჭამა არ შემიძლია. მანამდე ის გავსია, ჩვეულებრივად მიირთმევდი ხორციან. წინა პირობა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მივირთმევდი, ჩემს სახლში ისევ არ გაზრდილი რომ როდესაც მქონდა ლობიო სადილზე ჩემები ძახდნენ რომ რატო არ გვაქვს სახლში სადილი. ლობიო არ ვიცი. ბევრი ოჯახია ეგეთი დღესაც. ესეთ ოჯახში ვარ გაზრდილი და ანუ შესაბამისად ძალიან მიყვარდა ყველაფერი შემწვარი, მწვადი, ხინკალი და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩემის აზრით წინ ერთოდა ის რომ ძალიან ბევრ რაღაცას უყურებდი, მესმოდა, ვკითხულობდი რომ ეს არ არის კარგი. რაღაც ინფორმაციის და რაღაც დონეზე დაილექა ეს ინფორმაცია, რომელმაც ნუ ბოლოს უკვე ორგანიზმს მიახვედრა რომ ესე უნდა ყოფილიყო. აი ერთ შვენიერ დღეს თქვი უარი და ახლა აი ამდენი წლის შემდეგ არ არის ცდუნების მომენტი ან არ მოგდომები არა იმ ხორცი რომელიც და ყოველთვის მინდა ვკითხოთ ყველა ვეგეტარიანს და ვეგანს. ნამდვილად ცდუნება არანაირი არ მაქვს ხო, რაღაცნაირად. არაფერზე, იმიტომ რომ აქ ხო მარტო ვეგეტარიანელობასთან არ გვაქვს საქმე და შესაბამისად არ ვსაუბრობთ მარტო ხორცზე. შეიძლება იგივე აი ცხელი ჩაი, რომელიც თქვენ თქვით რომ გამონაკლისის სახით ახლა სვავენ და თუ ენატრებათ იღებენ ან იგივე წვნიანი. აი თქვენი პირადი ყველაზე დიდი ცდუნება რა იყო, იმიტომ რომ ეს ხო შეიძლება მოგენატროთ. ერთია იგივე დიეტა რო ავიღოთ, რისი გამოცდილებაც მეტნაკლებად ყველას გვაქვს. თქვათ ყავა და ჩაი ძალიან გიმსუბუქებს ამ პროცესს, რომ თქვათ არ ჭამ რაღაცას. და აქ ესეც გამორიცხულია. სათანადოდ გვანტი გახდეს. მოდი ნუ სამაშინ გითხარი თუ რაიმე ახალი დაი. ჩვენ როგორ შვებით, ვამატებთ კიდევ კიდევ ეს სამი კოვზი ჩიას თესლი 1 ჭიქა 250 გრამ სითხეზე არის იდეალური შეფარდება რომ ეს გამოვიდეს პუდინგის კონსისტენციის და თხელი არ იყოს და არამედ მაგრამ კიდევ გადავწყვეტეთ დავამატოთ ხო აი ეს ჩახლობით 1 ჩაის კოვზე კიდევ და შეიძლება ცდუნებას ეხლა დავუბრუნდები ეს მინდა რეცეპტთან დაკავშირებით აღვნიშნო რომ ნუშის რძის მაგივრად აქ შეგიძლიათ იყოთ კრეატიულები და გამოიყენოთ ნებისმიერ რამ სტაფილოს წვენი, ნიახურის წვენი, კონსისტენციას მაინც იგივეს მივიღებთ, ხო? კი, ნებისმიერი სითხე. ნუშის გარდა თხილის რძე, ნიგზის რძე, ქოქოსის რძე, ყველაფერი, ანუ სითხე, ერთი ჭიქა სითხე, სამი კოვზი. და რაც დაგვავიწყდა ჩვენ, ანუ მთავარი ინგრედიენტი გამოგჩა, ჩვენ გამოგჩა, რომ ჩვენ დავამატეთ ჰიმალაის მარილი, რომელიც ჰიმალაის სანდარელოში მარილს, ჩვეულებრივ მარილს არ ხმარობთ, ხმარობთ ჰიმალაის მარილს. მარილი არ არის ზოგადად სასარგებლო და ჰიმალაის მარილი პირიქით სასარგებლო შეიცავს ძალიან ბევრ მინერალებს და ვიტამინებს. იშოვება გუდვილში იყიდება და ევროპროდუქტში. ანუ არის რაღაცები, სადაც იყიდება. თავისუფლად შეხება კიდევ დავამატებ ბოდიში მაყურებელს გავახსენებ რომ ჩვენ ამ თავში გვაქვს 4 ჩაის კოვზი ჩიას თესლი 250 გრამი ნუშის რძე კიდევ გვაქვს 1 სუფრის კოვზი თაფლი და სულ ცოტა ესე ციკვი ჰიმალაის მარილი და ექსტრაქტი ვანილის ნახევარი ჩაის კოვზი ეს ყველაფერი ერთად მოვათავსეთ თასში ვურევს და შემდეგ ჭიქებში ლამაზად ჩავასხავთ და დაველოდებით როდის გაფუდება აი თითოეული მაგალითად ვანილის ექსტრაქტი ჩემთვის ძალიან ასე ვთქვათ გასაკვირი იყო, როდესაც აღმოვაჩინე რომ ვანილი არის შავი და ვანილის ფხვნილი შესაბამისად უნდა იყოს შავი და ჩვენთან ყოველთვის იყიდება თეთრი.
და ეს არ არის ვანილი, ეს არის შაქრის პუდრი, ვანილით შესუნელებული, ასე. ვითომ ვანილი. ანუ ეს არ არის სასარგებლო და ამიტომ ყოველთვის მე ვხმარობ ვანილის ექსტრაქტს, რომელსაც მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე, საკმაოდ ძვირს და ამიტომ ეს ვაკეთებ. ვანილის ეს ჭირებს, ვდებ ალკოჰოლში, ან რომში, ან არაყში და 3-4 თვის მერე მზად არის უკვე შეგვიძლია. სტუნებას დავუბრუნდეთ? სტუნებას რაც შეეხება, მინდა გამოგიტყდეთ, რომ მე არ ვარ ვეგანი. მე ვარ ვეგეტარიანელი, რომელიც არ ჭამ ხორცს, მაგრამ და ვცდილობ ვიყო ვეგანი, მაგრამ სტუნებები მაქვს და ხანდახან ხაჭაპურს კი. ისე უნდა გაგაწყვეტინოთ, ჩვენ ახლა უნდა გადავინახოთ უკვე მეორე კერძის მზადებაზე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა მიცის, ეს არის ჰუმუსი. ანამ შემავთავაზე ძალიან საინტერესო და ცოტა განსხვავებული ვარიანტი, ეს არის დამბალი ნუშით და ყაბაყით. მე ნელ-ნელა ჩამოვთვლი ინგრედიენტებს და შემდეგ გააგრძელეთ თქვენი საინტერესო საუბარი. ესე იგი ჩვენ ჩავანაცვლეთ, იმიტომ ბოდიშინოცა გაწყვეტინებ, რომ ორიგინალი ჰუმუსი კეთდება მოხარშული მუხუდოსგან და რახან არ გვინდა რომ მოხარშული ინგრედიენტი გქონდეს, ამიტომ ჩავანაცვლეთ ნუში, რომელიც იმ პროტეინს და იმ სიმსუყეს მისცემს და ყაბაყი, რომელიც მასას მისცემს. მაგრამ გემური თვისებები იქნება ზუსტად იგივე და ვიზუალურადაც იგივე. ნამდვილად და გემო იქნება ფანტასტიკური. ესე იგი ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 1 საშუალო ზომის ყაბაყი და გვჭირდება 50 გრამი ნუში, ტაჰინი, იგივე მიწის თხილის პასტა, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში უკვე სეზამის მარცვლის უკაცრავად სეზამის მარცვლის პასტა, რომელსაც შევიძენთ ნებისმიერ მაღაზიაში და გვჭირდება 1 ლიმონის წვენი, არა, ნახევარი ლიმონის წვენი, ხო, ესე ნახევარი ლიმონის წვენი. და გვჭირდება მარილი, პაპრიკა და კუმინი. ჰიმალაის მარილი. მე ნელ-ნელა დავიწყებ ყველაფრის ერთად აი ესეთ ჩოფერში ასე ვთქვათ, ჩაყრას და ერთად ერთიანად ყველა ამ ინგრედიენტს დავაბლენდერებ. სეზამის კარგი ჩვენ თვითონაც შეგვიძლია მოვამზადოთ, ხო? იცით როგორ საკმაოდ ძლიერი ბლენდერი ჭირდება. ეს სეზამის მარცვალი ძალიან პატარაა და იმისი დამტვრევა ცოტა რთულია. შეგვიძლია შევიძინოთ. იყიდება თურქულ მაღაზიებში ყველგან იყიდება. ასე რომ შეგვიძლია ყველაფერი ჩვენ თვითონ გავამზადოთ. რა მაინტერესებს, ხო, მართალი ხარ, მაგრამ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, როგორც ანიმ აღნიშნა. მიდიხარ ვეგანობისკენ, ანუ აი კი, მიზანი ნამდვილად ეგ არის და ვცდილობ ხოლმე დილა აბსოლუტურად იწყება მხოლოდ და მხოლოდ ხილი და ბოსტნეული და ხილი რომ გაგემრიელდეს, შუადღე აი გააჩნია ხოლმე თუ გავდივარ გარეთ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის კონტროლი. თუ მიწევს შეხვედრაზე გარეთ კაფეში ყოფნა იქ ნუ ცოტა შეზღუდულია მენიუები და ამიტომ აი იქ ვარღვევ ხოლმე, მაგრამ სახლში ყოველთვის ასე ვთქვათ ვიცავ ჩემ დიეტას. და ვეგანობა მთავარი მიზანია, იმიტომ რომ ისევ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს არის ჯანმრთელობა, უკვე თუ არ ვწდები ჰოლანდიამ აღიარა რომ უმი ვეგანური დიეტა არის სიმსივნის განკურნების აი ეგ მეც ვიცი. წამალი როგორ ვთქვა. მე მყოლია, მე მყავს ამხანაგი მეგობარი, რომელმაც ასეთი დიეტით ოპერაციაზე უარი თქვა და ასე დიეტაზე იყო 3 თვე და მან პატარა ბავშვი გააჩინა, ეხა არის გადასარევად და არის რა კარგი ამბავია. მე მგონი ამაზე უკეთეს ყველაფერს ვერ ვიტყოდ. ბლენდერში რომ არ ვიხმავრო რეკლამაზე დავაბლენდერებ და შემდეგ რეკლამაში დაუბრუნდებით რეკლამის შემდგომ. ისე მაინტერესებს რა გამოვა.